ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია გადაწყვიტა ერთგვარი შეფასება გააკეთოს მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით. Ამ შეფასებაში ჩვენი თანამოაზრეები აღმოჩნდნენ რამდენიმე ეკონომიკური პრესის წარმომადგენლები, რომელიც ჩამოთვლილი აქვს გაზეთი ინგლისურენოვანი კავკასიან ბიზნეს ვიკი, რუსულენოვანი გაზეთი კომერსანტი და ქართულენოვანი გაზეთი ბანკები და ფინანსები. სამივე მოგეხსენებათ არის ეკონომიკური პროფილის და ჩვენი პოზიცია, როგორც მოგახსენეთ, აღმოჩნდა ერთგვარი, ჩვენ მხარს უჭერთ იმ ახალ რეგულაციებს, რომელიც რეკლამას უნდა შეეხოს. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით და ამ ნაბიჯით ბუნებრივია თუ კი ის იქნება განხორციელებული და მიღებული იქნება ეს ცვლილებები, ხელი შეეწყობა სარეკლამო ბაზარზე კონკურენციის განვითარებას, რაც თავის მხრივ მთავარი და მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ზოგადად ბაზარი იქნეს განვითარებული. მოგეხსენებათ ის რამდენიმე ცვლილება, რომელიც იგეგმება მანამდეც, ანუ ადრეც იყო კანონმდებლობაში ეს ნორმები, თუმცა შემდგომ შეიცვალა, აი დეტალები შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა მე განვარტყავ, ანუ გულისხმობ იმ 20%-იან შეზღუდვას 1 საათში სარეკლამო დროის, რომელიც შემდგომ შეიცვალა სხვა ლიმიტით, ანუ რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამოეყენებინა ტელევიზიებს 24 საათის განმავლობაში. ეს იწვევდა იმას, რომ ძალიან დიდი ნაწილი რეკლამებისა, რომელიც განთავსებული იყო გაზეთებში, ინტერნეტ სააგენტოებში და ასე შემდეგ, მათი სატელევიზიო რეკლამის გაიაფების გამო, მნიშვნელოვანი გაიაფების გამო, ვინაიდან მათ პრაქტიკულად შეუზღუდავი დრო ჰქონდათ, გადადინდა სწორედ ტელევიზიებში, ამით ბაზარზე შეიქმნა არათანაბარი კონკურენტული პირობები, რითაც ისევე როგორც ბევრ სხვა სექტორში ეკონომიკის ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული თავკომბალები უკაცრავად ამ ტერმინისთვის, ვინაიდან ყველა სფეროში პრაქტიკულად ბიზნესი არის გამსხვილებული ფორმით წარმოდგენილი რამდენიმე კომპანიის ხელში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ ახალი რეგულაციებით თანაბარ პირობებში ჩადგებიან სარეკლამო ბაზრის სხვადასხვა მონაწილეები, მოთამაშეები, იქნება ეს ტელევიზია, გაზეთი, ინტერნეტ გამოცემა თუ ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მხარს უჭერთ ამ ცვლილებებს და შეიძლება ითქვას, მზად ვართ, რომ უბრალოდ მზადყოფნას გამოთქვამთ, რომ თუ ამ ინიციატივას შემოვერთებენ სხვა მედია საშუალებებს, გულისხმობ კონკრეტულად პრესას და სხვა მიმართულებებს, რომელიც არ ეხება, ასე ვთქვათ, მსხვილ ტელევიზიებს, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მასთან. ანუ დავიწყებ იმით, რომ ყველა რეკლამაზე ერთ და იგივე ფასი არ არის დღესაც ტელევიზიაში, ანუ ჩემზე კარგად იცით ალბათ, რომ გამომდინარე იქიდან თუ რა დროს გავა რეკლამა, მისი ფასი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ან შეიძლება შედარებით დაბალი. გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზიებს პრაქტიკულად შეუზღუდავად აქვთ რეკლამის დრო, მათთვის ანუ უფლება აქვს, რომ რაღაც დიდი დროით და ინტერვალით გაუშვან რეკლამები, მათ შეუძლიათ აითვისონ როგორც ძვირადღირებული სეგმენტი, როდესაც ეგრეთ წოდებულ პრაიმ ტაიმში ხდება რეკლამის განთავსება, შედარებით ძვირადღირებულის, ასევე მათ შეუძლიათ უფრო დაბალფასიანი რეკლამებიც აითვისონ, ანუ ის რეკლამები, რომელიც პოტენციურად შეიძლება ყოფილიყო გაზეთში, სააგენტოში და ასე შემდეგ. ანუ ყველა ტიპის რეკლამა, ამ შემთხვევაში ყველა ტიპის რეკლამის გადადინება ხდება სწორედ ტელევიზიებში და ანუ ის არგუმენტი, რომ აი გაძვირდება რეკლამა და რაღაც ჩვენთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ის სეგმენტი დარჩება ტელევიზიაში და მსხვილ ტელევიზიაში, რომელიც ისედაც მაღალ ფასი ხდის რეკლამაში. ნოდარმა ისაუბრა კონკრეტულ ცვლილებებზე, რაც შედის რეკლამის შესახებ კანონში. მე ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ დღეს არსებულ სიტუაციას და დამოკიდებულებებს ამ კანონ პროექტის მიმართ. მოგეხსენებათ, მსხვილი ტელეკომპანიები და მსხვილი მაუწყებლები გამოდიან ამ კანონპროექტის წინააღმდეგ და ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. თუმცა პირადად ჩემი პოზიციით და ზუსტად ვიცი, რომ ამაში ძალიან ბევრი მედია საშუალება მეთანხმება და ამ პოზიციას იზიარებს, ეს არის პირიქით სიტყვის თავისუფლების გაძლიერებისკენ და მედია ბიზნესის და მედია ბაზრის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი. 2011 წლამდე მოქმედებდა ეს ნორმები, რაც იყო ევროდირექტივების სრულ შესაბამისობაში მოდიოდა. საუბარია იმაზე, რომ ტელევიზიებს ჰქონოდა საშუალება, რომ
1 საათში განეთავსებინა 12 წუთი რეკლამა. ანუ ეს არის ევრო დირექტივა, ევროპაში განვითარებულმა საზოგადოებამ ჩათვალა და მიიღეს სტანდარტი, რომ პროდუქტი, გასაყიდი პროდუქტი შეიძლება იყოს მხოლოდ საეთერო დროის 20%, ანუ 12 წუთი. რა მოხდა ჩვენთან? მოხდა ესე რომ ეს 20%-იანი ლიმიტი გადმოვიდა გახდა დღიური და არა საათობრივი და ანუ დღეღამის 20%-ის 20%-იანი ლიმიტი შეეძლოთ ნებისმიერ დროს გამოიყენებინათ. ანუ ტელეკომპანიებს საშუალება მიეცათ გაიყიდათ არა 12 წუთი, არამედ დაახლოებით 20 წუთი, 25 წუთი და ხშირად ნახევარი საათიც კი. გარდა ამისა, რეგულაციები ეხება საინფორმაციო საშუალებებში რეკლამის განთავსების პერიოდულობას. საუბარია იმაზე, რომ საინფორმაციო საშუალებაში არ განთავსდეს სარეკლამო ჭრები იყოს მხოლოდ ნახევარ საათში ერთხელ. დღეს არსებული სტანდარტით მხოლოდ 15 წუთში ერთხელ არის. აქ საუბარია კიდე იმაზე, რომ საინფორმაციო გადაცემებში არ შეიძლება იყოს 3 წუთზე მეტი რეკლამა, ანუ და დღეს გამოდის ისე, რომ არის დაახლოებით 7-8 წუთიანი რეკლამა, შემდეგ 7-8 წუთიანი საინფორმაციო გადაცემა და ისევ ირთვება ახალი 15 წუთი. ანუ ამით ტელევიზიებს საშუალება მიეცათ, რომ მაქსიმალურად გაიაფებინათ პროდუქტი და მთელი სარეკლამო ბაზარი წაიღოთ თავისთან. რამაც თავისთავად დააზარალა სხვა მედია საშუალებები, გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტი, რომელიც არ არსებობს, მოიგონეს იქცა გასაყიდ პროდუქტად და გადავიდა თლიანად ტელევიზიების ხელში. რამაც ბუნებრივია დააზარალა პრესა, საინფორმაციო სააგენტოები, შედარებით წვრილი ტელეკომპანიები, განსაკუთრებით რეგიონული ტელეკომპანიები და მთელმა შემოსავლებმა გადაინაცვლა ტელევიზიების ხელში. ჩვენ თუ დავაკვირდებით 2011 წლამდე მედია ბაზარი, თუ უბრალოდ სარეკლამო ბაზარი დღითი დღე იზრდებოდა, ყოველწლიურად იყო ზრდა. 2011 წლის შემდეგ ზრდა შეჩერდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს აღარ აქვს იმის მოტივაცია, რომ გადაიხადოს რეკლამაში მეტი და აღარ აქვს არც იმის მოტივაცია, რომ წვრილ მედია საშუალებებს მისცეს რეკლამა. ანუ დღეს არსებული სიტუაცია გულისხმობს იმას, რომ ეს სარეკლამო რესურსები გადანაწილდეს თანაბრად არა ბუნებრივია, ისე საერთოდ და მსხვილი მაუწყებლები დარჩებიან ლიდერები ამ სფეროში, მაგრამ გაიზარდოს წვრილი მედია საშუალებების როლი. ეს თავისთავად გააძლიერებს მედია ბიზნესს, წვრილი მედია საშუალებების შესაძლებლობებს. ელემენტარულად ამ სფეროშიც დარჩებიან კომპეტენტური და კვალიფიციური კადრები. მოგახსენებათ დღეს როგორ ხდება, გაიზრდება კადრი, ვთქვათ, წვრილი მედია საშუალებაში და ის აუცილებლად გადადის რაღაც გარკვეული კომპეტენციის შემდეგ გადადის მსხვილ საინფორმაციო საშუალებაში, იმიტომ რომ მას აქვს ფინანსური შესაძლებლობა. ეს ადამიანური რესურსების გადინება ხდება და თავისთავად ეს ყველაფერი იწვევს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, იმიტომ რომ მონოპოლიზებული ხდება ის თქვა კვალიფიციური ადამიანების, ვისაც ელემენტარული უნარი აქვს შეცვალოთ. მე ჩვენ თავიდან გვიწევს რაღაც დაბალანს გაურება სტუდენტებთან მუშაობა, შემდეგ გაზრდითა კადრებს, შემდეგ ისე სწავლებ. ანუ ეს პროცესი იცვლება ნორმალური სიტუაციისკენ. და ამით არანაირად არ ზარალდება მსხვილი მაუწყებლების, გამომდინარე იქიდან, რომ ელემენტარულად რეკლამა გაძვირდება მათთან, ჩვენთან ალბათ დარჩება იგივე ფასი, სარეკლამო ბაზარი გაიზრდება, დღეს არის დაახლოებით 70 მილიონი ეს ბაზარი და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ზრდა არის 2-3 მილიონი, როდესაც იყო ბოლო წლებში 10-15 მილიონი წელიწადში. ეს ბიზნეს ექნება მოტივაცია, რომ გადაიხადოს მეტი. ეს არის ჩემი პოზიცია. მე პრინციპში თქვენი საშუალებით გავაკეთებ ერთ პატარა მოწოდებასაც, რომელსაც მე დავამუშავებთ. მადლობა მინდა უთხრა ლევანს, ინგლისურენოვანი გამოცემის დირექტორს, წამოწყებაში შემოერთებისთვის, მინდა სხვა მედია საშუალებებსაც მოუწოდე, რომ ანუ ერთგვარად აზრი ჩამოაყალიბა რუსთავიორმა, რომ ეს ცვლილებები იწვევს სარეკლამო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს არანაირად არ იწვევს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ვფიქრობ, რომ წვრილი მედია საშუალებები უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ რაღაცნაირად ერთგვარი პეტიცია და მივმართოთ ხელისუფლებას, რომ დაიჭიროს
ასე ვთქვათ, პრინციპული პოზიცია, რომ ერთის მხრივ მოემსახუროს სწორედ სიტყვის თავისუფლების გაძლიერებას ქვეყანაში და მეორე კუთხით შეასრულოს ის ევროდირექტივები, რაც გვაქვს. საერთოდ ნებისმიერ პროდუქტს აქვს თავისი ფასწარმოქმნის მეთოდი და ეს ფასწარმოქმნა არსებობს ძვირი პროდუქტი და არსებობს იაფი პროდუქტი. აქ საუბარია იმაზე, რომ იაფი პროდუქტიც, ანუ დაბალფასიანი სეგმენტი ბიზნესის მიდის და ასე ვთქვათ, ყიდულობს ძვირადღირებულ პროდუქტს იაფად. ანუ მსხვილმა მაუწყებლებმა ბაზარზე დაიწყეს ოპერირება დემპინგური ფასებით, რომ სწორედ წვრილი მედია საშუალებები უნდა დასუსტებული იყო იმ კანონპროექტით, რაც იმ კანონით, რაც ძალაში შევიდა 2011 წელს. გარდა ამისა, რო შევადაროთ ჩვენი GDP-ს ერთსულ მოსახლეზე, მშპ ერთსულ მოსახლეზე. რო შევადაროთ ჩვენი ტიპის ქვეყნებში და ჩვენი ბიზნესი და ჩვენი მატერიალური შესაძლებლობების ქვეყნებში ერთსულ მოსახლეზე იხარჯება რეკლამაზე დაახლოებით $20 წელიწადში. ჩვენთან იხარჯება სადღაც $8-9, თუნდაც 10. და ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ ბაზარი რო დაუბრუნდეს, ვთქვათ, განვითარების ნორმალურ რელსებს, რეკლამაზე უნდა იხარჯებოდეს დაახლოებით $20-25-მდე. ანუ სარეკლამო ბაზარი თუ დღეს არის 70 მილიონი, გახდება მინიმუმ 150 მილიონი. და ბუნებრივია ამ თანხის დიდი ნაწილი პროცენტულად ისევ წავა სხვილ საერთო მაუწყებლებში, მაგრამ ვინაიდან ბაზარი გაიზრდება ზოგადად, პროცენტულად წვრილი მედია საშუალებების წილი მოიმატებს, მაგრამ და შეიძლება პროცენტად დიდი არაფერი არ იყოს ეს, მაგრამ რახან თანხა გაიზრდება მთლიანი მოსახლეობის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის წვრილი მედია საშუალებებისთვის. მომხმარებლისთვის ფასების გაზის შესახებ მოიხსენებათ ბიზნესი წლის დასაწყისში გეგმავს თავის სარეკლამო ბიუჯეტს. შესაბამისად იგი ცდილობს, რომ მოარგოს არსებულ კანონებს და რეგულაციებს, რომელიც არსებობს თლიან სარეკლამო ბაზარზე. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გაიზრდება რეკლამის ფასი, შესაბამისად იქნება უფრო ცოტა დრო. კომპანიები ამას ადვილად შეეგუებიან, სავარაუდოდ არც ერთ შემთხვევაში არ მოახდენს ეს ფასების ზრდას მომხმარებლებისთვის. პირიქით, მომხმარებლები ალბათ უფრო კმაყოფილები იქნებიან, ამდენი რეკლამის ყურებით გადატვირთული იყო ტელევიზიები, ხალხი შეტყუებული იყო პრინციპში 1 საათში დაახლოებით 20 წუთი იყო რეკლამა. კი ვთქვათ, როდესაც წუთი ღირს ვთქვათ 2000 პირობითად $. მე ვყიდი ამ ფასად ამ დროს და თუ მყავს ამის ამ ბიზნესი თუ მომყვება რატომაც კი, რა თქმა უნდა, წამოყვებათ აუცილებლად. კი, აი ზუსტად მაგას ვიძახი, რომ სხვა თქვა ბიზნესები, რომლებიც დიდ ფულს ვერდებენ რეკლამაში, იქ დაფიქრდებიან, რომ წუთში მაგალითად 1 წუთიან რეკლამის ერთჯერადად $2000 პირობითად გაშვების სანაცვლოდ თქვა შეუძლია ინტერნეტში, საიტებზე და გაზეთებში ამ $2000 ზოგან თქვა 1 წელი იყიდოს თლიანად სარეკლამო მომსახურება. ამ შემთხვევაში გამოვდივარ ამ წვრილი ბიზნესის მედია საშუალებების ინტერესებიდან გამომდინარე გაზეთები, ინტერნეტი, მით უმეტეს ახლა მთელი საქართველოს იქნება რა ქვია, ინტერნეტი გავრცელება მთელ საქართველოში, რაც გაზდის ამ ბაზარზე და უფრო საინტერესო იქნება წამოს საიტები.